დღეს მედიტაციის დროს ძალიან მარტივად მივიღე რაღაც პასუხები უფრო ღრმად იმ თემაზე, უფრო ღრმა პასუხები იმ თემაზე, რომელიც ყოველთვის მაინტერესებდა და მიყვარს მაგაზე ფიქრი. ანუ რა არის ღმერთი და ეს ღმერთის და მატერიის ურთიერთობა და ზოგადად ჩვენი ცხოვრება, რა ვართ ჩვენ და რა ხდება სამყაროში. და მომივიდა ეს ძალიან ძლიერი პასუხი მედიტაციის დროს, რომ წარმოიდგინეთ, რომ იყო მატერია, არსებობდა მხოლოდ მატერია. მაგ მატერიას არანაირი ფუნქცია არ ჰქონდა საერთოდ. უსიცოცხლო იყო და ცალკე არსებობდა სიცოცხლე, ღმერთი. ანუ ნებისყოფა, ნება. და ღმერთმა, ანუ ერთ დღეს გადაწყვიტა, რომ შესულიყო მატერიაში. ღმერთი შემოვიდა მატერიაში და გააჩნდა ჩვენი სამყარო. ღმერთის შემოსვლა მატერიაში ზუსტად ის სიყვარული იყო და ეს სიყვარული ვართ ჩვენ. მაგრამ როგორი საინტერესო რაღაცაა, რომ ღმერთი ანუ არის სიცოცხლე. ღმერთის გარეშე მატერია იყო ჩვეულებრივი ქვასავით, ქვა რო არანაირი ფუნქცია რო არ აქვს და უცებ გაჩნდა ეს სიცოცხლე და ირგვლივ რასაც ჩვენ ვხედავთ ყველაფერს, ყველაფერი არის ღმერთი. სიცოცხლე ანუ არის ღმერთი. ყველაფერში, ანუ რასაც ვხედავთ, მცენარეა, ჩვენში, ანუ ყველაფერში, მაგრამ აი ამ სიცოცხლეს, თითქოს აი ესეთი რაღაც მომიტევთ, ამ სიცოცხლეს აქვს დონეები. და ერთ-ერთ, ანუ დონეზე არის მცენარე, ხო? მცენარე, მერე მიდის ცხოველი, მერე მიდივართ ჩვენ გავიარეთ ყველანაირი საერთოდ ეტაპი. ევოლუციის ჩვენც ვიყავით ოდესღაც მცენარეები. ქვებიც ვიყავით და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენ, ანუ გვაქვს, ასე ვთქვათ, რუსულად რომ ამბობენ და პრივილეგია რა, ანუ ჩვენ გვაქვს სული და მენტალური, ანუ მენტალი. და ჩვენ ამ სულით, ჩვენ სამყაროსთვის აქ ვართ ღმერთები. და როგორც ღმერთებს, ანუ ძალიან დიდი ძალა გვაქვს, ხო, ამ ყველაფერზე, რაც ჩვენს ირგვლივა, მაგრამ ჩვენ რას ვშვებით, როცა გვაძლევენ აი ამ ძალას. ჩვენ, ანუ ამას ვღებულობთ და გონია, რომ ეს აი ვალდებულება არა და რეალურად, ხო, ამ ყველაფერში, ყველაფერი ირგვლივ არის ღმერთი და სიცოცხლეს რაღაცას რო ვართმევთ და თან მადლიერები არა ვართ. ანუ იქნება ეს ცხოველი, იქნება ეს გინც მცენარე, ხო? მცენარე უფრო სხვა რაღაცა არის. მცენარე ის გააძლევს შენს, ანუ აი ამ ხილს, აი ამ ხო, ანუ ის გაჭმევს შენ, ის ანუ მთლიანად არ გიწევს ამ მცენარის მოკლა, რომ რაღაცა მიიღოს საკვებად, მაგრამ ცხოველებს ჩვენ კლავთ მთლიანად, ანუ სიცოცხლეს ღმერთს ანუ ღმერთისგან განთავისუფლებთ, ხო? ანუ კლავთ სიცოცხლეს. ეს როგორი ღრმა რაღაცაა. და მადლიერებიც კი არა ვართ. მაგიტო ყველა კულტურაში არის ის, რომ როცა ჩვენ რაღაცას მივირთმევთ, აი რაც არ უნდა იყოს, ხო? ეს მადლიერებით უნდა მივირთვათ და რატო არის აი ყველაზე მთავარი სამი ენერგია? ეს არის ჰარმონია, ანუ ღმერთის და მატერიის შეერთება ერთმანეთში, ანუ ჰარმონია და სიყვარული, ანუ ჩვენ, იმიტომ რომ მაგათი შეერთება, ანუ ჰარმონიის შემდეგ, ხო? ღმერთის და მატერიის შეერთების შემდეგ, ჰარმონიის შემდეგ სიყვარული, ანუ ვართ ეს ჩვენ, ანუ ყველაფერი ირგვლივ რატო იცახიან, რომ სიყვარულიდან გაჩნდა. და
ანუ მადლიერება არის ყველაზე ძლიერი რაც არსებობს, ანუ მესამე ენერგია, რომელიცაც ჩვენ ადამიანები უნდა ვიცხოვროთ, რა, აი ყველაფერზე უნდა ვიყოთ მადლიერები. ახაც აი სასწაულია და ანუ ის მატერიაც, ხო, აი ჩვენ ზოგადად უფრო მატერიალურ სამყაროს რომ მივსდევთ, ის მატერია ღმერთის გარეშე არ არსებობს, სიცოცხლის გარეშე, ანუ სიცოცხლე არის ღმერთი. სიცოცხლის გარეშე ჩვეულებრივად იყო მატერია, მაგრამ მერე გახდა ბიოკომპიუტერი. რაც ახლა ჩვენ ვხედავთ. და ღმერთიც, ანუ ღმერთიც, რო შევხედოთ, ისიც მატერიის გარეშე ანუ ისევ ანუ ჩვენ არ ვიქნებოდით. ანუ ხო ხვდებით რა? ღმერთი იქნებოდა თავისთვის, ის სიცოცხლე იქნებოდა, ნება იქნებოდა ეს ენერგია თვითონ ღმერთი იქნებოდა თავისთვის, მაგრამ აი ეს მატერიის გარეშე ჩვენ არ გამჩნდებოდით. მაგიტომ აი სამი ენერგია დღეს რაღაცნაირად სამი უმთავრესი რაღაცნაირად აი გამეხსნა და მაჩვენა რაშია, როგორია ჰარმონია, სიყვარული და მადლიერება.